სოფელ გრემისხევიდან გატაცებული 16 ქართველის გათავისუფლების საკითხზე მოლაპარაკებები დაახლოებით 1 საათში დაიწყება რუსული მხარე შეხვედრა სავარაუდოდ არ დაესწრება. დაკავებულთა ნათესავებმა და ახლობლებმა ეს ინფორმაცია მცხეთა მთიანეთის გუბერნატორისგან მიიღეს, რომელთან შეხვედრა გატაცებულთა ოჯახის წევრებთან თავად მოითხოვეს. ხელისუფლება ამბობს, რომ მოლაპარაკებებში საერთაშორისო ორგანიზაციებიც არიან ჩართული და გატაცებულთა დასაბრუნებლად ყველაფერი კეთდება. 16 ქართველი 4 დღის წინ ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთისათვის დააკავეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გამტაცებლები თითოეული ქართველის გათავისუფლების სანაცვლოდ 2000 ლარს ითხოვდნენ, თუმცა ეს ცნობა არ დადასტურებულა. მოლაპარაკებები სოფელ ბურღულში უნდა გაიმართოს. ჩემი ძმისშვილი 2, 4 კარის მეზობელი, 2 ბიძაშვილი დაიკო. სულ 16 კაცია. ერთი ძალიან ახლობელი. აი, ჩვენ რა ვქრათ? გელხმა ხალხმა. იმათ უნდა ჩვენ გავისვრთ, მაგრამ ჩვენ მაგის არ წამოვეგებთ ანკეტზე. ჩვენ არასოდეს არ გავისვრით. არც შეურაცხყოფას მივაყენთ. დანომრილი ტყე იყო ჩვენ მხარეზე 1 კილომეტრის აქეთ, 1 კილომეტრის აქეთ. აცხადებენ ისინი, რომ ჩვენ საზღვარზე იყვნენო. ჯერ სადა აქვთ იმათ საზღვარი რუსეთს. ახალგორის იმათ მივლენ იქა შესასვლელში და გამოდიან უკან, არ უშვებენ შიგნით არ არის. მე-4 დღეა მიმდინარეობს ყოველდღიური შეხვედრები რუსულ მხარესთან, ევროკავშირთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან ამ ხალხის უკან დაბრუნებაზე. დღეს უნდა მოხდეს ამ ფაქტის დადასტურება, მართლა დაარღვიეს საზღვარი თუ არ დაარღვიეს. Daam წუთებში ცნობილი ხდება, რომ ოსმა სეპარატისტებმა კონფლიქტის ზონაში კიდევ 5 ქართველი დააკავეს. ამჯერად დაკავება ქარელის რაიონში მოხდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ქართველები სოფელ წვიმისიდან არიან და მათი დაკავებაც სწორედ ამ სოფელთან ახლოს განხორციელდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულებს ბრალად ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედებათ. ქართველები უკვე ცხინვალში ყავთ გადაყვანილი, ჩვენი კორესპონდენტები გატაცების დეტალებს ამ წუთებში აზუსტებენ, დამატებით ინფორმაციას მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ.